მოვედით კურთხეულნო მამისა ჩემისანო და რა დაიმკვიდრეთ განმზადებული თქვენთვის სასუფეველი როდიდან დასაბამიდან სოფლისად. ანუ სანამ მთვარე, მზე, ვარსკვლავები, გალაქტიკები, ატომები, ელექტრონები, მთელი ეს მატერია, სივრცე, დრო შეიქმნებოდა დასაბამიდან, სანამ ეს შეიქმნებოდა თქვენთვის და ანუ ქრისტიანებისათვის, ჩვენთვის უკვე გამზადებულია სასუფეველი. კითხვა ჩდება, რანაირად არის გამზადებული, ჯერ არაფერი არ შეუქმნია ღმერთს და გამზადებული როგორ არის? გამზადებული არის იმით, რომ სასუფეველი თავად ღმერთია. ანუ ჩვენ ღმერთში ცხოვრებისათვის ღვთისშვილის სტატუსით, ღმერთში ცხოვრებისათვის შეგუქმნა ღმერთმა ქმნილება. დანარჩენი ეს სამყარო რა საჭიროა? ეს სამყარო საჭიროა იმისათვის, თავის კანონზომიერებით, თავის შვენიერებით, თავისი როგორც საღვთო ქმნილების შესაბამისი დიდებულებით, რომ შენ გაგიოლოს თავისუფალი არჩევანის გონიერი და თავისუფალი არჩევანის გაკეთება. გონიერი და თავისუფალი არჩევანის გაკეთება. პავლე მოციქული ამას ხაზგასმით ამბობს რომელთა მიმართ ეპისტოლეში. ეს სამყარო იმიტომ არის, რომ შენ გაგიოლდეს არჩევანის გაკეთება და თუ შეგეშლება, უცებ არ დაიღუპო. აი როგორც ანგელოზი შეეშალა და უცებ დაიღუპო. შეეშალა მისი არჩევანი გააკეთა სინანულის, ანუ მეტამორფოზის შესაძლებლობა ანგელოს არ აქვს. მატერიაში ყოფობა, როგორც მატერიალური ქმნილებაც, ჩვენ მატერიალური ქმნილებაც ვართ, ეს გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ თუ რაღაცა ვერ მიხვდებით შეგვეშლება, გამოსწორების შესაძლებლობა გვეძლება და პლუს კიდევ ვიმეორებ, ამ დიდებული სამყაროს ხილვი და დაკვირვებით ჩვენ გვიოლდება სწორი არჩევანის გაკეთება. მაგრამ ის რაც ჩვენთვის არის გამზადებული დასაბამიდან, ანუ ღმერთი მხოლოდ იმიტომ ქმნის ამ სამყაროს, რომ გაჩენილიყავი შენ, რომელსაც აქვს შესაძლებლობა იცხოვრო თავად ღვთისწიაღში. ანუ სასუფეველი, რომელიც ღმერთის სამეფო ესე ვთქვა.